შემოსაყვარლებო, ბევრმა ადამიანმა მომწერა და წუხს იმასთან დაკავშირებით, რომ ვაიმე, ქალბატონოია, როგორ შეურაცხყოფას გაყენებენ ვიდეოში, თქვენ გაცვიათ აი ეს კუპალნიკი, სულ ეს უნდა მეცვას ამის მერე რა. და როგორ ღელავთ თქვენს გამო და ასე შემდგომ. ანუ ნახეთ რა არის, როდესაც მე ვიღებ ხოლმე ვიდეოებს, ეგრეთ წოდებული ექსპერიმენტია. ანუ ადამიანის რეაგირება, რეაქციები, ბოღმა, შური, ანუ ბილსიტყვაობა არის იმის მანიშნებელი, თუ რამდენად ბევრი პრობლემები გვაქვს საზოგადოებაში. ესენი არიან, ეს ადამიანები არიან, გაითვალისწინეთ პოტენციური პაციენტები. შემდგომ ისინი მიყურებენ წლების განმავლობაში, მე შემოდიან პირადში, ბოდიშს ვიხდიან, ქალბატონოია, თქვენ ესეთი არ მეგონეთ, ანუ ბოზი არ მეგონა ხარ. ბოზი ხო მგონი ვარ, იმიტომ რომ კუპალნიკით ვარ გამოჭიმული ვიდეოში, იმიტომ რომ მაქენიდან გადმოვიდა და ასე შემდგომ. ხო ხვდებით? თქვენ ნუღელავთ. ეს ადამიანები არიან, ესეთი ადამიანები არიან ბედნიერები, მათ ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ, ფინანსური პრობლემები აქვთ, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ, ფსიქიკური პრობლემები გააჩნიათ. ძალიან ბევრი ადამიანი ნარკოდამოკიდებულია, ალკოჰოლდამოკიდებულია, ძალადობს ხრაპლი არის ზოგი ადამიანი, სოციალურად დაუცველებიც არის ამავდროულად, ხო? ნაკლებობა იცით რისი კიდე რა თქმა უნდა ერუდირებულიები არ არიან ეგეთი ადამიანები, რომლებიც ისეთ სიტყვებას მიმართავენ. ხედავთ შეუძლებელია ნორმალურმა ადამიანმა შეაფასოს ესეთი ადამიანები ჯანსაღებად. გესმით? ანუ მხიარულება, სიცილი, ხუმრობა, როდესაც ადამიანს აღიზიანებს, თვითონ თუ აღიზიანებს ეს ყველაფერი, ხო? ეს იმის მანიშნებელია, რომ საკუთარ ნაკლოვანებებს და საკუთარ უბედურობას უფრო ხას უსვამთ ხოლმე ჩვენი ბედნიერებით. გესმით? ანუ უბედურ ადამიანებს ბედნიერები ადამიანები არ მოსწონთ. უბედურ ადამიანებს აღიზიანებთ მომღიმარე, მხიარული, ხუმარა ადამიანები. გესმით? ამიტომ როცა მეუბნები ქალბატონოია, თქვენ ამას როგორ უძლებთ? არაფერსაც არ უძლებ, არაvis არ უძლებ. ხო? გაცნობიერებილთ ჩვეულებრივად ძალიან აზრზე მიმღებლობა გამოჩნია იმისა, რომ ამ ადამიანებს პრობლემა აქვთ. ხო? მივცეთ დრო, ნელა მშვიდად წნარად. ეხლა უამრავი ხალი არის წლების განმავლობაში გაგდებული სახლიდან პირდაპირ გეუბნებით, გაგდებული სახლი პირდაპირ მნიშვნელობით, აქ მოფილებენ და მოკლედ მოკლედ როგორ გითხეთ რომ გამომივიდეს აი ესეთ წლების 20 წლის, 10 წლის, 15 წლის განმავლობაში ემსახურებიან თავიანთ ქმრებს, რომლებიც ბირჟაზე ზიან და მოკლედ მიესმენ ვუდს და პლანზე დამოკიდებულები არიან, ან კიდე საყვარლები ყავთ, მე ესეთი ისტორიები ვიცი, მეგობრები პირი რო გავაყო, ოპა, მოგიყვებით, მე რა თქმა უნდა შევცვლი რაღაცებს, რომ მოკლედ და ესეთ ქალბატონებისგან რას მოერით, იმიტომ ხალის მიმართ აგრესიას რო გამოხატავ, ხო, საკუთარი თავის მიმართ აქვს აგრესია, საკუთარი ცხოვრების მიმართ აქვს აგრესია, საკუთარი შეზღუდულობის მიმართ აქვს აგრესია, ხო, ის რომ ვერ შეძელი იყავი, რომ ყოფილიყო ბედნიერი ხალი, ის რომ ვერ შეძელი რომ ჯანსაღი ურთიერთობა გაგემართა შენს პარტნიორთან, ის რომ ვერ შეძელი დაგეფასებინა შენი თავი, ხო, და ემსახურები მონათა ხარ, ანუ მონა ხარ რეალურად, ხო? და ესეთი ადამიანებიდან რას მოითხოვთ? თითქმის ჯერჯერობით რო შეხვიდეთ კომენტარებში, ძალიან ბევრი დაებითი კომენტარებიც არის და დააკვირდით მოწონებებს, დაახლოებით 9 მილიონი ნახო აქ ამ ვიდეოს. და მე კიდევ გავაკეთებ გარჩევას თუ როგორი ადამიანები წერენ ნეგატიურ ვიდეოებს და ნახავთ თვითონ. შევიდეთ და ნახოთ. ხო, აი პროფილებზე შევალთ და ნახავთ. ნუ ღელავთ, ნუ ნერვიულობთ, კაცო. ჩემზე ნერვიულობთ, ვიცი რომ გიყვარვათ, გამაფასებთ. პაციენტი მას კი მომწერეს. ვაიმე აბა მეთქი. აბა თერაპიაზე სასწრაფოთ. თერაპიაზე სასწრაფოთ. მოდი პირდაპირ. ანუ საზოგადოებრივი აზრით, ჩვენ თუ ცხოვრობთ, ბედნიერები ვერ ვიქნებით ვერანაირად, ხო? ვერანაირად. იმიტომ რომ როდესაც პრობლემები გაგვაჩნია, არავის არ ვაინტერესებს. არანაირად არავის არ ვაინტერესებთ, არავინ ვალებს არ გვიხდის, ან არავინ
ფულს არ ჩუქნის, არავინ არ წუხს იმაზე თუ ჩემს შვილთან როგორი ურთიერთობები მაქვს, არავინ არ წუხს იმაზე თუ რა კრიზისები მაქვს ჩემს მეუღლესთან და ჩემს ქმართან ან ჩემს ცოლთან, არავინ არ წუხს იმაზე რომ მე უძილობები გამაჩნია, არავინ არ წუხს იმაზე რომ მევალეები დამსდევენ, არავინ არ წუხს იმაზე რომ ალკოჰოლ დამოკიდებული ქმარი მყავს და ვიტან წლების განმავლობაში, არავინ არ წუხს იმაზე რომ ნარკოდამოკიდებული ძმა მყავს და ან კიდე ოჯახის წევრი მყავს და ამას ვიტან წლების განმავლობაში თავდამოკიდებული ვარ მეც, ანუ ემოციურად მასზე დამოკიდებული ვარ და საკუთარი ცხოვრება არ გამაჩნია, არავინ არ წუხს იმაზე რომ ჩემი ქმარი ალიმენტს არ მიხდის და მე მიწევს ვირივით მუშაობა და ჩემ შვილს კიდე იმას ეუბნებიან რომ მე ბოზი ვარ და ჩათლახი ვარ და ძალიან ცუდი სახელი მაქვს. წარმოიდგინეთ, მე ვშრომ ჩემი შვილისთვის. ხო, ემიგრაცია ვარ და სადმე ვარ თუ როგორ ვარ და კიდე ძალიან ცუდად ელაპარაკებიან ჩემს შესახებ. სულ არავინ არ აინტერესებს, თქვენ მეზობელს არ აინტერესებს თქვენი პრობლემები. თქვენ მეზობლებს აინტერესებთ ის რომ თუ რამდენად ცუდად ცხოვრობთ. ხო? რამდენად არასწორად იქცევით. ხო? აი მაგი აინტერესებს, იმიტომ რომ საკუთარი ცხოვრება არ გააჩნია, ხო? ბედნიერი ადამიანების ის ცხოვრებას არ განიხილავენ, იმიტომ რომ ბედნიერებას სჭირდება დრო და ენერგია. და ენერგიას და დროს როცა ხარჯავ იმისთვის, რომ საკუთარ თავზე იმუშაო და ბედნიერი იყო, სხვებისთვის დრო არ გრჩება. არავითარ შემთხვევაში არაფის არ აინტერესებთ. საერთოდ. რა არის? აი მოდი დააკვირდეთ, რა ინფლუენსერები რო არიან, ხო? ბლოგერები. რას აკეთებენ ხომ? სპეციალურად ჩააგდებენ რაღაც ინტრიგას, რომ ხალხმა ილაპარაკოს. დაავიწყდებით ყველას, ყველგან. გესმით? გავადრო და არაფის არ ემახსოვრებით. მართლა ესია. ამიტომაც დაფიქრდით იმაზე, რომ თუ დღეს რითი უნდა გავიხარო, თუ დღეს რითი უნდა ვისიამოვნო, თუ დღეს როგორ უნდა ვიბედნიერო და როგორ გავატარო კარგი დრო ჩემს ოჯახის წევრებთან, ჩემს შვილებთან, ჩემს მეუღლესთან, ჩემს ძმასთან, ჩემს თავთან და საკუთარ თავთან პირველ ყოვლისა. გესმით? ამიტომ ყველას გელოდებით ონლაინ კონსულტაციაზე, დაბალი თუ შეფასება გააქვს, მეზობლის საზრდასთან დამოკიდებული მეუღლი ყავს, დამოკიდებული ხარ, საერთოდ სიმშვიდე რა გაქვს, უზილობა გაქვს, თინეიჯერი შული ყავს და ვერ აგორებ მას ურთიერთობას, ჰიპერაქტიული და არ იცი როგორ უნდა მოექცე, იცით რომ ჰიპერაქტიული ვარ, ADHD სინდრომი მაქვს, მე ვარ ძალიან ჰიპერაქტიული ადამიანი და გელოდებით ყველას ონლაინ კონსულტაციაზე ჩემო სუნცულებო. ნუ ნერვიულობთ. მათმა ინერვიულობ. დავაცადოთ. ეს არის მასთვის ხაპანგი. იმიტომ რომ ქოსნობიერში მაინც რაღაც დონით შედის ხოლმე ინფორმაცია. ნელა ესე პროვოკაციული ვიდეოები რომ მაქვს მე ძალიან კარგად ვიცი და სპეციალურად ვაკეთებ მაგას. უნდა შემოგვიერთდნენ და ნელა ნამშვიდეთ ჩემი მეთოდებით მათ ქოსნობიერზე ისე ვიმუშავებ. მომანდეთ. მე ჩემი საქმე ძალიან კარგად ვიცი. ჩემო ჰეითერებო, დარჩეთ ჩვენთან და კიდე გეტყვით ერთ რამეს. ფსიქოლოგებში არ არსებობს დაალაგებული და თლად და მოწესრიგებული დაფარცხნილი ადამიანები. ფსიქოლოგიაში მოდის და განსაკუთრებით ისეთ ადამიანებთან, ვისთანაც რთულია მუშაობა, უნდა ქონდეს ძალიან გრძელი ღრმა, მოკლედ რთული ბავშვობა გადატანილი. იმიტომ რომ ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპევტობა იოლი არ არის, დღეში 8-5 პაციენტი რომ მიიღო და ისმინო ნეგატივი. ამისთვის გჭირდება ძალიან ბევრი რესურსი. იცით რომ ფსიქოლოგები როცა მუშაობენ წლების განმავლობაში, მე ერთი თვეობით, ორი თვეობით ისვენებენ, ერთი კვირა არ ყოფნის ხმამით დასასვენებლად. იმდენი წლების განმავლობაში მუშაობ, დღეში ამდენ ნეგატივს ვისმენთ, ვეხმარებით ადამიანს და განსაკუთრებით პასუხისმგებელი ფსიქოლოგებზე მინდა რომ თქვა ახლა რაღაც რომ მათთვის თუ ემოციური, ემპათიური ფსიქოთერაპევტია, მით უმეტეს გულთან მიაქვთ ხოლმე. ძალიან გულთან მიაქვთ ხოლმე. სხვისი ტკივილი და რთულია, რა თქმა უნდა, რთულია. წარმოიდგინეთ, თქვენი და ხალი გელაპარაკებათ თავის პრობლემაზე და ცუდად ხდებათ ხოლმე და ესი და ხალი ყავდა. წარმოიდგინეთ, 100 და ხალი გყავლებათ და იმაზე რომ ზიხარ და უსმენ თან როგორი სიტუაცია იცით? შენ აუცილებლად უნდა დაეხმარო. და უნდა იცოდე ხელსაწყობი იმისა, თუ როგორ და რანაირად უნდა მიუდგე ამ ადამიანს. გელოდებით ყველას ონლაინ კონსულტაციაზე და ჩემო ლამაზობა ხა მოდისაც ურავთ, იმიტომ რომ ჭირდება სურაობა და ეს მოგეთ ეს საიმეჯო ეს უნდა გავყიდო მე. ვინ იყიდის აბა მომწერეთ, გინდეთ ეს? რამდენი 1000-ად გავყიდო ეს. უპალენკი
კანდიდატასაც გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ჩემო ლამაზებო, შეგუეთ იმასაც, რომ ფსიქოლოგები დადიან ბასეინზე, ფსიქოლოგები ცეკვავენ, ხიარულობენ, კუპალენკიც შეიძლება ჩაიცოთ და მანქანიდან მოვიდეს და იმხურო თავის მეგობრთან და მეზობლების აზრი და ხორცის გამყიდვების აზრი, ნუ შეგაწუხებთ. არავის არ აინტერესებს საერთოდ. რომ მოკვდებით მაგალითად დღეს, რამდენიმე კვირაში აღარავის აღარ ემახსოვრებით. ჩვენიანების კი, ჩვენც კი ვაბივიწყებთ ხოლმე იმ ტკივილს, იმიტომ რომ ეს არის ბუნებრივი უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე ორიენტირებულები და